ნომერ პირველი მადლობა გადავდივარ კოტე იოსელიანთან თქვენ რა სიტყვით ბატონო კოტე მე რას ვიტყვი და ორად გავყოთ ეხა თქვენი შეკითხვა რაც შეეხება მარგველაშვილის პოზიციას რომ მას არ გააჩნია განსაკუთრებული შეხედულებები კონსტიტუციაში ჩანაწერთან დაკავშირებით ეს ძალიან არასერიოზული არის და იმ ეჭვს რომ ის რეალურად რუს ოლიგარქს ემორჩილება კრიტიკულ სიტუაციებში კიდევ ერთხელ დადასტურდა. ზუსტად ამ სახით არა ერთი წუთით რა ვინ მარგველაშვილი ძალიან დიდი ხანი ფიქრობდი არა ზუსტად იგივე სახით ერთი წუთით ზუსტად იგივე სახით მარგველაშვილი არა ჭკვიანურს გეუბნები ძალიან და მომისმინეთ ხა კრიტიკულ მომენტებში ეს ემორჩილება იმასაც ხო არ ემორჩილება ესა ევროპულ უნივერსიტეტს ანგრევდა ეგეთივე სახით რა მაგას გელაპარაკებით გვენეტაძე დანიშნა ეგეთივე სახით ანუ რაც არის კრიტიკული ბიძინა ივანიშვილისთვის იმას აკეთებს და ამას აკეთებს ვინ მართავს რას აკეთებს საერთოდ ვინ მართავს თემას და მარგველაშვილი კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის იღებს ბიძინა ივანიშვილის მაამებლურ გადაწყვეტილებას ეს იყო თავისუფალ უნივერსიტეტი არ ვიცი ხა მაკაცის არ მაინტერესებს ხა შინაგანი ისინი ხა დროს რაზე კარგად რამეზე სხვა რამეზე ელაპარაკეთ უნივერსიტეტს ეგრე ანგრევდა გვენეტაძე ეგრე დანიშნა ამაზეც იგივე სახის განცხადებას აკეთებს რაც შეეხება ნატოს თვითონ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას აქ როგორც ჩანს ახლა ელემენტარული ისტორიული გაკვეთილებიდანაც ვერ ვსწავლობთ ხო ეს ყველაფერი ხო მეორდება პირველი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს როდესაც ჩვენ არავინ არ გვაღიარებდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტად გერმანელებმა დაგვისვეს წინაპირობა რომ გაღიაროს რუსეთმა გაღიარებთ ყველა დანარჩენი ზურაბ ავალიშვილის მეოხებით მივიდა საქმე იქამდე რომ რუსეთმა გვაღიარა ოღონდ ჩვენს აღიარებას მოყვებოდა 2 წელი საიდუმლო დანართი ერთში ეწერა ის რომ აღიარება შეწყვეტდა ფუნქციონირებას თუკი საქართველოს ოდესმე გახდებოდა რომელიმე სამხედრო პოლიტიკური ბლოკის წევრი ანუ სამხედრო მიუმხრობლობაზე იყო აქ საუბარი ის იმ უბლოკო სტატუსზე რასაც დღეს პრორუსული პარტიები თავს გვახვევენ და მეორე დანართი გულისხმობდა იმას რომ უნდა მომხდარიყო კომუნისტური პარტიის ლეგალიზაცია. ეს პარტია ამოვიდა მიწისქვეშეთიდან, რა თქმა უნდა, ორივეზე მივეცი ჩვენ თანხმობა. კომუნისტური პარტია ამოვიდა მიწისქვეშეთიდან, დაიწყო აგიტაცია, შეიქმნა შულავერის კომიტეტი, ის რაზეც დღეს ჩვენ საუბრობთ, რომ რუსული პროპაგანდა ყვავის იგივე ფუნქცია შეასრულა კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციამ და დღეს ისევ იგივე პირობებში ვართ რომ არ გვინდა ნატო იმიტომ რომ რაკეტებს გვიმიზნებს თურმე რუსეთი რუსული პროპაგანდა მერე რა ეხა სადღაც რაღაცა იწერება ანუ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებთ ჩვენ რეალურად და ამას ეხა ხელს უწყობს ვინ ის გარემო რაც შექმნილი არის ჩვენს ქვეყანაში აი ვინ უწყობს არიან საქართველოს პრეზიდენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს მოქმედი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი რომელმაც თვითონვე დაანგრია საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. აი თქვენ რო ყოფილიყავით დღეს იგივე უფლებამოსილებით აღჭურვილი, დამერწმუნეთ რომ ძალიან ძლიერი პრეზიდენტი იქნებოდით და ძალიან პრინციპულ საკითხებზე ქართულ ოცნებას შეაცვლევინებდით, ან შეაჩერებდით მაინც მათ. ეს ადამიანი ყოველ ნაბიჯზე როცა არის კრიტიკული და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქართული ოცნებისთვის ყოველთვის მათ მხარეს იჭერს. კარგით, მოდით კოტე თქვენ ახსენეთ აქ რომ აი ასეთი ტიპის განცხადებებიო როგორიც არის უბლოკო სტატუსი, ნატოს წინააღმდეგ განცხადებები და ასე შემდეგ. დიმიტრი ლორთქიფაინძესთან მინდა გადავიდე უბლოკო სტატუსთან დაკავშირებული განცხადება სწორედ მისი პოლიტიკური გუნდიდან წამოვიდა თავის დროზე და სხვა ჩვენს ეხარაზე ჩვენ ვსაუბრობთ რომ ევროატლანტიკური არჩევანი უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში ეს იდეა საერთოდ დათო უსუფაშვილს ეკუთვნოდა არჩევნებამდე რესპუბლიკის მოძრაობას ეკუთვნოდა დათო უსუფაშვილი გამოვიდა შეგახსენებთ უბრალოდ არჩევნებამდე და ეხლა რა მოხდა ხელისუფლებამ რა როგორ გადაწყვიტა ეს სხვა საქმეა მე უნდა გადავიდე ისევ აუდიტორიასთან მას მერე რაც კითხვას დაგისვავ და ბატონი შოთა და არჩილიც გვიპასუხებენ ბატონო დიმიტრი რა ხდება დღეს ქვეყანაში როდესაც ხელისუფლება რომელსაც მთელი ეს წლები აბრალებდნენ რომ ის იყო პრორუსული რომ იყო კრემლის დავალებით მოსული ივანიშვილი ხელისუფლებაში ასეთი ტიპის განცხადებები